ჩვენი დღევანდელი ვიდეო იქნება საგანმანათლებლო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეეხება ისევ ველოსიპედს. მაგრამ დღეს მარტო არ ვიქნები და ჩემი მეგობარი ანა გამიწევს მეგობრობას. ყველა ადამიანს ესყავს ველოსიპედი. მოწყინდება ერთ დღესაც პარკებში სიარული და მოუნდება სადმე შორს წასვლა. სადმე წასვლად კი გჭირდება ცოდნა. მე კი დღეს ამ ცოდნას გაგიზიარებ. და სწორედ ამ დაგეგმით მე და ჩემი მეგობარი წავალთ ჩვენივე დაგეგმილ ტურში. დღეს მივდივართ დაახლოებით 75 კილომეტრიან მარშრუტზე. ანა ყოფილ ხარ მსგავს მარშრუტზე? ჩემთვის პირველი იქნება ახლა ეს გასვლა. ეხლა უკვე მომიზადებით და გავიდგებით გზას. წინ გრძელი გზა გვაქვს, ამიტომ დანარჩენ საჭირო ინფორმაციას უკვე გზადაგზა მოგიყვებით. წავალთ. ზოგადად საგანმანათლებლო თემებზე გადაღება ძალიან მიყვარს და ოდნავ რთული საყურებელია, მაგრამ დაუბრუნდით გაჩვენებთ ჩვენს ტურს და პარალელურად მოგიყვებით იმ საჭირო ინფორმაციას, რაც გჭირდება ზოგადად ველოტურის დაგეგმვის, მომზადების და განხორციელების დროს. მაშინ ასე პირველი დავიწყოთ ველოტურის დაგეგმვა. ველოტურის დაგეგმვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს განსაზღვრავს თქვენი ტურის ხარისხს. პირველ ჯერზე, რომ განსაზღვროთ ჩვენს მიზანს და ჩვენს შესაძლებლობებს, უნდა გავხსნათ ძალიან ჯადოსნური რუკა. სახელად კოუტი. მაშინ ასე რუკაზე შევყანეთ ჩვენი მონაცემები, საწყისი და საბოლოო წერტილი და გვიწერს ძალიან საინტერესო ინფორმაციას. ეს ინფორმაცია შეეხება, რა თქმა უნდა, მანძილს, სავარაუდო დროს, ამაღლებას და გვიწერს თუ რამდენად რთულია გზა. ამ შემთხვევაში ჩვენ ტური არის საგზადკეცილო და უნდა შეეცადოთ რომ იაროთ, რაც შეიძლება მეორე ხარისხოვანი გზები თუ ძალიან არ რთულებს ეს გზები თქვენს ტურს. ჩვენ გორში მივდივართ ძეგვის გზით და არ გავდივართ რა თქმა უნდა მთავარ მაგისტრალს. ვინედან ამ ტურს ვაკეთებ შედარებით დამწყები ადამიანისთვის და რადგან არის დაახლოებით 80 კილომეტრი, ეს 80 კილომეტრი უნდა დავუყოთ ყველაზე ცუდ ვარიანტში 5 ნაწილად მაინც. ეს 5 ნაწილი არის შესვენებების დრო. ავად ვარ და ეს ტური საკმაოდ მიჭირს. ამიტომ ენერგიას ვიზოგავ და ნელა ავდივარ აღმართებში. პირველი იქნება მცხეთა, მეორე იქნება ძეგვი, მესამე იქნება კავთისხევი, მეოთხე იქნება ჩოჩეთი, სადაც უფრო ოდნავ უფრო გრძელი შესვენება გვექნება სასწავლებლად ყავას. აქ ძალიან გემრიელი ყავა. და დავლიოთ. შეგიდა ირლანდიური ვისკი? ნათქო ყველა ვარიანტში. ჟელიბური ძალიან კაია. ტოპ ტკბილეული არის ველოსიპედზე, იმიტომ რომ აქვს მარილი, ზღვის მარილი და ჩვენი ორგანიზმიდან რომ გამოდის ძალიან ბევრი ოფლი, ოფლთან ერთად გამოდის მინერალებიც და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ველოტურის დროს, ძლივს თქვი რაღაცა ვაცადე. ველოტურის დროს პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევავსოთ. ამიტომ ეს ნათქო ვარი ძალიან კაი სნექი. ველოტურის დროს. ეხლა ჩვენ უბრალოდ მცირე სნექი გვაქვს, თორე გორში კარგად შევიჭამთ და აღვიდგებთ ბოლომდე ჩვენს ენერგიებს. ეს ყველგან დაგაქვს? ხო. ნუ ეს არა, მაგრამ ეთაპის არ არის. ვაუ. მაგრამ მიწისქვილი არის რაღაცა. მარილენი არ არის? ხო არა ხადაობ. ეთაპის არის. ნახე ვარსა იმაყო. აი ხა მეც ვერ მივხვდი საერთოდ რომ მიჭირა და რაღაცა ისე ვიწევა და ვერ მივხვდი რომ უნდა მომეხადა. ხო. ეხლა გავჩვენებით სადღაც ეცი 10 წუთი გვაქვს დრო ჯერ კიდევ მზე არის. და ენერგია, ანუ საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ ოდნავ ავისოთ ჩვენი ენერგიები და გავაგრძელოთ გზა. ფოტოშორის ეხლა უფრო კარგად ვხსოვთ ხოლმე. იმიტომ რომ ძალიან მომიდიოდი, თითქოს გზა არ ირეოდა და ეს არის ერთ-ერთი მიზანი, რატომაც მოვავდეთ. და მეხუთე უკვე იქნება გორი. დაგეგმვის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება, ამიტომ უსაფრთხოებას მოგცეთ ძალიან დიდი ყურადღება. იარეთ გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, მშვიდად წყნარად. არ მიჯერებს, ეს სიარული არ შეიძლება. ძალიან მაგარია უბრალოდ. გადმო, საშიშია. აჰა, დაგიჯერე. არ უნდა გაუწეს კარგად ყვება. აუცილებლად უნდა იყოს გარკვეული კალორიები. შეიძლება იყოს ეს პატარა ბარები, ელექტროლიტები, ხილი. აი, ბუნება გვთავაზობს მშვენიერ რაღაცებს. გზად. აია. მნიშვნელოვანია წყალი.
დაახლოებით 15 წუთში ერთხელ მაინც 2-3 კლუბი აუცილებლად დაგალიოთ. ზოგადად დაგეგმვის დროს ყოველთვის ვითვალისწინებთ შეგვხვდება თუ არა რაიმე დაბრკოლება და ეს დაბრკოლება ძირითადად არის ხოლმე ძაღლები, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრი ყოფს. ზოგი ძალიან საყვარელია, ზოგი არც ისე, იმიტომ რომ შეიძლება გამოგეკიდნენ. ძაღლები ყოველთვის პრობლემაა. წადი, ჩქარა. წადი. წადი. ესე და შეაშინოთ ბოთლით. დანარჩენი უკვე არის მანქანები, რა თქმა უნდა, მინდი, ველოსიპედის ტექნიკური გაუმართავობა და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ყველაფრისთვის იყოთ მზად. ეხლა ჩვენ გადავდივართ ტურის მზადების ნაწილზე. ტურის მზადებას კი ვიწყებთ ველოსიპედის გამართვით. ველოსიპედის გამართულობა იწყება მუხრუჭებით. აუცილებლად გამართული უნდა იყოს სიჩქარეები, ჯაჭვი უნდა იყოს შეპოხილი. რაც შეეხება აღჭურვილობას, რადგან ეს არის 8 საათიანი ტური მიახლოებით და ძალიან მოწყვეტილი არ ვიქნებით ცივილიზაციასთან, მიმაქვს მცირე აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, მიმაქვს წყლის და ჩანთაში მიდევს ძალიან საინტერესო რაღაცა. რა თქმა უნდა, უპაწუესი ტუმბო. კამერა, ხამთებიანი, აი ტოპ საჭირო ნივთია ჩემი აზრით. პროსები სიჩქარეზე მუხრუჭის. აბა თუ გამოსავთ ეს რა არის? ეს თუ თქვა პირობითად ჯაჭვი გაგიწყდათ, დასაბმელით გადააბავთ თქვენ ჯაჭვს. გამხსნელი ესე რომ თქვათ, რომ ჩაჯდეს ამ ჯაჭვში ეს მისი მგლები. გრძელი გასვლების დროს ჩასვლის აქვს ამდიდი მნიშვნელობა. უნდა გიცოთ, რა შეიძლება აეროდინამიულად, ამავდროულად თერმოტრანსფერია ძალიან მნიშვნელოვანი. არ უნდა გიცოთ სკლად, როგორც ახლა მიმაცვია, მაგრამ მე ვირუსი მაქვს, სიცხე მაქვს და ამიტომ მე მეპატიება დღეს. მაგრამ ზოგადად სწორი ჩასვლას აქვს ამდიდი მნიშვნელობა. არ უნდა ჩაიხუტოს ყველი ორგანიზმი, უნდა სუნთქავდეს, მაგრამ არც და შეგწიდე. საინტერესო მეთოდია ის, რომ დისტანციაზე იმისთვის, რომ ჩვენ ტაკო არ გვედგინოს, ვიყენებთ გრიპ შორტებს, სათვალე, რადგან მაინც ცივა ასე თუ ისე და ყურები არ გაგიცილეთ, გირჩევთ ესეთ რაღაცას, ეს უძველესი საყვარელია. საფუტი, ხეთათანები ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი არაფერი არ გინდათ რა. აუცილებლად თანატარეთ პირველადი დახმარება, რომელიც ახლა ამ ჩანთაში არ მიდის, მაგრამ აუცილებლად გამოვიტან. ჩვენ გავიარეთ ველოტურის დაგეგმა, ველოტურის მომზადება და დარჩა მესამე და მთავარი. ველოტურის განხორციელება. რა თქმა უნდა, აღჭურვილობა, აქსესუარები, მომზადება და აბსოლუტურად ყველაფერი თქვენი ტურის შესაბამისად განისაზღვრება. ჩვენ ტურში რაც გვჭირდება, ეს არის სრულიად საკმარისი და ეხლა უბრალოდ დროა წავიდეთ და ვისიამოვნოთ ტურით. და გავუძეთ არხის გამოწერაც. თავარი არ არის ხოლმე რაღაცა კილომეტრების გავლა, თავარია პროცესის ტკბობა. ჩავიდა. ცოტას აცივდა. ესე შევიფუთეთ. ნელა უკვე დრო იქნება განათლებით დავამაგროთ ჩვენს ველოსიპედს. ესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარი. ვა, წამოწავაშე. თვარეთ გამოშთა ცაზე და ეხლა დრო უკვე დავამაგროთ ფანარი. გორამდე დაგუშვა დაახლოებით 15 კილომეტრი. სეცბურის ხიდი. ბის დუქანი. 950 მეტრში. ბის დუქანი. ზოთ. კარგი. კიდევ წლერად ჩავოვედით. ფიტო წლერად წავავთ. ძალიან შემოჩერდა და ჭიდი გავუვიდეთ. ოღონდ დღეს აღარ. აბა თუ გამოისროთ ადგილს. ეს არის გორის სადგური. გავიქით ახლა ჩავსოთ მატარებელში. შეიძლება თბილისთან შორს იყოთ, მაგრამ აუცილებლად არ არის თბილისში დაბრუნდეთ ველოსიპედით. შეგიძლიათ დაბრუნდეთ მატარებლით.
ესეც ჩვენი ტურის დასასრული. ყოფილი ხარ? ძალიან გვაყოფილი. განსაკუთრებით ეხა მატარებელში ვართ. ისე ქუთაისშიც შევავხო. კი, როგორც 5 თვე უნდა ამბათა. ველოსიპედზე. აი ბოდიში. მაგალითად ქუთაისში დაიგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი და დაწერთ კომენტარებში თუ გინდა წავალ. მართლა, თუ შემოგვიერთდებოდ სიამოვნებით ტურში, დაწერეთ და თქვენ ახლა თეორიულ ცოდნა რაც მიიღეთ, უკვე ეგ პრაქტიკულად რომ მიიღოთ. და მაგარი. აბა ჰე